ახლა მნიშვნელოვანი არის მეგობრებო, რომ წლის მეორე ნახევარში იუპიტერი ლომში რო გადავა, ლომებისთვის იქნება უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი. პირველად უკეთესი, იმიტომ რომ იუპიტერი მათ მე-12 სახლში მიდიოდა მთელი პერიოდი, მე-12 სახლი არის ცოტა დაფარული, რაღაცები რაც არ ჩანს, შინაგანად რო ცოტა ფსიქოლოგიურად რაღაცები მზადდება, შიგნით რო იხარშება და მერე გადმოვა უკვე გარეთ, როცა უკვე ლომში გადავა. ამიტომ ამ წლის ბოლოსკენ უფრო წლის მეორე ნახევარში ფავორიტებად რო ეძახიან ხოლმე, უფრო ლომებისთვის იქნება იუპიტერიანული ენერგია. იცით რა არის, რომ აქ საინტერესო არის, რომ ეს არ არის ხოლმე იუპიტერი უპირობო დიდი რაღაცა წარმატება. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს იმდანად ფილოსოფიური გაცნობიერებები, ან ძველი რაღაც ისეთი პრობლემები, რომელიც მარტივად გადაიჭრა, ან მარტივად დავინახეთ, ან მარტივად გახდა გაცნობიერებადი. მაგალითად, ზოგი ფსიქოლოგიურად შეიძლება მუშაობდეს თავზე, ზოგი რეალურ კარიერულ წარმატებაში მიდიოდეს, ზოგს პირიქით ცოტა პრობლემები ან ახმადობა გაუდიდოს, ხო? აქ იუპიტერმა ზოგი შემთხვევაში ახლა იშვიათად ესე არის ხოლმე, მაგრამ იმიტომ რომ იუპიტერი მაინც პოზიტიური ენერგია არის, ზოგთან შეიძლება ახმადობაში იყოს, რომ აი რაღაცები უკვე ძალიან დაგროვდა და უნდა მოვაგვარო. ეს იუპიტერი აი ამ ტენდენციასაც იძლევა ხოლმე, ხო, გადიდება, გაფართოება. ან მაგალითად ბოლო-ბოლო მივხვდი ცხოვრებაში რა მინდოდა, ხო, აქ იუპიტერი ენერგია, იუპიტერიანული ენერგია. მაგრამ მაინც ასე თუ ისე, ყველა ვარიანტში ეს შეგვიძლია მაინც უფრო პოზიტიურ გაკვეთილებად და პოზიტიურ გაცნობიერებებად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იუპიტერი კირჩხიბშიც კარგად გრძნობს თავს და ლომშიც შესაბამისად ამ ზოდიაქოს ნიშებისთვისაც უფრო პოზიტიურის მომტანი იქნებოდა, ვიდრე სხვა ნიშნებთან რო იქნება ეს შეერთებაში, ხო? იმიტომ რომ მაინც ლომი ეს არის დიცულოვნება, თვითშეფასება, შინაგანი სიმტკიცე და იუპიტერი ამ ენერგიასთან, ამ თვისებებთან ძალიან კარგად არის. ამიტომ უფრო პოზიტივს ველოდები მე ლომებისთვის ბევრად. მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი აკეთებს ოპოზიციას ახლა მზით ლომებისთვის და მაინც აქ გრადუსებს აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, საწყის ლომებს უფრო ეხებათ ახლა ეს პლუტონური ენერგია, თუმცა პლუტონი აქ შინაგანად მაინც რაღაცნაირად გააძლიერებს აქეთ იუპიტერიც და იქიდან პლუტონი შეიძლება ამ მზისთვის უფრო ზოგიერთისთვის სერიოზულად კარგი ბიძგიც აღმოჩნდეს, რომ მე ბოლო-ბოლო გავარკვიე რა მინდა და ამისთვის უკვე ძალიან სერიოზულად ვიწყებ მუშაობას, ხო? ანუ შეიძლება საკმაოდ ისეთი პოზიტიური ტენდენციაც გამიხატოს, ესე რომ ვთქვათ.